დიახ, პროტესტი ყოველდღიურად უფრო და უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი ხდება, არა მხოლოდ ინდივიდუალურად, ან ჯგუფებად იკრიბებიან ადამიანები, იკრიბებიან სხვადასხვა პროფესიული ნიშნით, ინტერესების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეიკრიბნენ. დღეს ადვოკატები მოაწყვეს მსვლელობა და ისინი ჩამოვიდნენ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან, რომ ქართულმა ოცნებამ ყოველგვარ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა, აცხადებენ, რომ ისინი არ შეეგუებიან უსამართლობას და იბრძოლებენ რეჟიმის წინააღმდეგ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ახლა უმძიმეს კრიზისში არის მმართველი პარტია, ქვეყანას ჰყავს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, რომელიც განსაკუთრებულად საშიშ დამნაშავეებთან ერთად მაგნიტკის სიაში არის მოხვედრილი და ამიტომ მათ არ უყვირთ, რომ ახლა მმართველი პარტია არის აგონიაში, ერთმანეთის დაჯილდოვება დაიწყეს ქართული ოცნების წევრებმა. დღეს მსვლელობის დროს ძალიან ხშირად ისმოდა შეძახილები, სად მივდივართ, ამბობდნენ, რომ მიდიან ქართველი ხალხი მიდის ევროპისკენ, თუმცა იქვე ისმოდა შეძახილები, რომ ქართული ოცნება ვერასდროს ვეღარ შევა ევროპაში. მე დააღნიშნო ის, რომ ღირსების ოდენი არ გაიცემა უხირსოებზე. ამიტომ მინდა თქვენ მაგანმა, რომ ღირსების ოდენი ღირსები ისინი არ არიან. რაც შეეხება ჩვენ შეძახილს, სად აღშევიან ქოცები, ეს არის ევროპაში. და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ ისინი ყველგან მიუღებელნი არიან რუსეთის გარდა. იქ ევროპაში შევართ ჩვენ ღირსებით, ორივე ფეხით და მთელი გულით და სულით. ჩვენი გზა და ჩვენი არჩევანი ყოველთვის იყო და არის ევროპა და ევროკავშირი. ხმაურების სწორედ მიმდინარე სანქციებს და ერთგვარად ვახსენებ ბატონ ურუსიძესაც და მისი თამადობით ყველა კლანის წევრს, რომ სინამდვილეში არც ისე კარგად აქვს საქმე, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ თურმე საქართველოში ყოფნა ურჩევნიათ და ხოხობის ფრთხიალის ყურება, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან განიცდიან სინამდვილეში იმ სანქციებს, რომელიც ყოველდღიურად ეკისრება თმადებით. ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ პროფესია, ჩვენ გვინდა რომ ვიმუშაოთ და ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ასე დემოკრატიულ ქვეყნის მომავალს თავაზობს მხოლოდ ცივილიზებული სამყარო და პირველ რიგში ევროკავშირი. აქციელი არის დასაგმობი და არაფერში არ ჯდება, საერთოდ რაღაც კანონი აღარ არსებობს ამ ქვეყანაში და აგერ იურისტების ადვოკატების მარშიც ამას ემსახურება, რომ რაიმე უკანონობას კი არ აქვს უკვე ესე ადგილი, არამედ კანონი საერთოდ გაააქრეს. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, იმ პირების სასწრაფო წესით გათავისუფლებას, რომელთა მიმართაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ და ისინი არიან აბსოლუტურად უკანონო დაპატიმრებულები. პირდაპირ შეიძლება თქვას, რომ ეს ახალგაზრდები, რეალურად ქვეყნისთვის მებრძოლი, გულანთებული ახალგაზრდები არიან აბსოლუტურად რეჟიმის მსხვერპლნი, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ბოლო დღეებში ვიხილეთ ჩვენ არის, რა ვიცი, წამებად კვალიფიცირდება. ქვეყანაში მოშლილია სასამართლო სისტემა, პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ დრომდე ერთი ადამიანის კი არ დაუკავებიათ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ მოქალაქეებმა ვიცით ადამიანების სახელები, ვინც გააცემენ ბრძანებას, ადამიანის წამებისთვის არ შეიძლება ადამიანი დააჯილდოოს. არ არის პრობლემა. დღის წესრიგს ქვეყანაში პროტესტი ქმნის. პროტესტი აცოცხლებს ქვეყანას. დღეს მსვლელობა მოაწყვეს მოგზაურობის მოყვარულებმაც, ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაცია, უვიზოდ მიმოსვლა, აცხადებენ, რომ პარტნიორების გადაწყვეტილებას აფასებენ, რომ ქართველი ხალხისთვის შეზღუდვები არ დაწესდა და წესდებას შეზღუდვები მხოლოდ ქართული ოცნების იმ წევრებისთვის, რომლებიც არ ღვევენ კანონს, მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელი არის ოლიგარქი დროულად მოეგონს გონს, რადგან ყველა კარგად აცნობიერებს, რომ სანქციები, რომელზეც უკვე ძალიან ღია და ხმამაღლა საუბრობენ ჩვენი როგორც დასავლელი, ასევე ევროპელი პარტნიორები, არის გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ შეცვალოს გადაწყვეტილებები, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული, ითხოვენ ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებას. ეს იზოლაციონისტური პოლიტიკა საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ იქნება ისევ დახურული საზღვრები და შეიზღუდება გადაადგილების საშუალება. მე დავიბადე საბჭოთა კავშირში, სადაც საზღვარგარეთ რომ გემოგზაურა, ნებართვა უნდა აგეღო კომკავშირისგან და პარტიისგან. და
ძალიან რთული იყო სადმე წასვლა და ეს იყო რაღაცა მიუწვდომელი ოცნება. ეხლა ერთ-ერთი საშუალება გაჩნდა რომ სოფლო დაათვალიერო, ისწავლო, იმუშაო საზღვარგარეთ, გამოცდილება გაიზიარო, რა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ის პოლიტიკა, რასაც ახორციელებს ქართული ოცნება, აუცილებლად მიგვიყვანს ისევ იმ იზოლაციამდე, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს და ვაპროტესტებთ ამას. საერთო ინტერესი გვაქვს, ეს არის მოგზაურობა და ასევე საერთო ინტერესი გვაქვს ის რომ მოვითხოვოთ იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ რეჟიმმა დააკავა და დღეს შეიძლება ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან და ვისურვებდით, რომ ძალიან მალე ვიხილოთ გარეთ, ისინი ამას იმსახურებენ და ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის ის აუცილებელი რამ, რაც რეალურად უნდა შედგეს, ანუ გარეთ უნდა იყოს ყველა ის ადამიანი, ვინც უბრალოდ იბრძვის იმისთვის, რომ იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და ბანერებზე ხედავთ, ვაპროტესტებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, ვითხოვთ და ვაპროტესტებთ მთავრობის გადაწყვეტილებას გადაუხვიოს ევროპული კურსიდან. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩვენ არ გვაქვს დედლაინი. ამას ამბობენ ქუჩაში გამოსული ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც 23 დღეა დგანან ქუჩაში და ქვეყნის ევროპულ მომავალს დაარაჯობენ. ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ სანქციების მერე რომ ერთმანეთის დაჯილდოვება დაიწყეს, ეს არის აგონიის მიზეზი. მიაჩნიათ, რომ მართველი პარტიის წევრები არიან შეშინებულები, ცდილობენ ძალოვანი უწყება არ ჩამოეშალოთ. აქ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ მათთვის სასაცილოა ის გადაწყვეტილება, რომელიც ირაკლი ყობახიძე მიიღო, რომლის მიხედვითაც ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერად გამოაცხადა, შემდეგ კი დაანონსა, რომ ძალოვანი უწყების 11 წარმომადგენელს ღირსების ორდენი უნდა გადაეცეს, მას შემდეგ რაც ინაუგურაცია მოხდება სწორედ მიხეილ ყაველაშვილის, როგორც რუსთაველის გამზიზე შეკრებილები ამბობენ. მადლობა. ეს არის სასაცილო ის გადაწყვეტილებები, რომელიც მართველმა ძალა მიიღო. მაგნიტსკის სიაში შეყვანის შემდეგ დაჯილდოების გადაწყვეტილება არის, რა თქმა უნდა, პირდაპირ დაპირისპირება დასავლეთთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები აგონიაზე მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არამხოლოდ რეალობასთან კარგავს კავშირს, არამედ ამავდროულად მზად არის გაწიროს ქვეყანაც და რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და ამ პროცესში უნდა საზოგადოების მოთხოვნა მკვეთრი დარჩეს, რომ ივანიშვილის რეჟიმი აქ და ახლა უნდა დასრულდეს. გამოსავალი არ აქვს ამ მთავრობას სხვა გარდა იმისა, რომ დათანხმდეს ამ ხალხის მოთხოვნას. ქართველი ერი ვართ მგლები და ტურებს არასდროს არ დავნებდით. რამდენიც არ უნდა ეცადონ ტურებმა, რომ დაგვაშინო, გლებს არ შეგვეშინდეთ. სელცოფი უყურს ლაივ რეჟიმში სრულიად არაადამიანურ ძალადობას, სადაც სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს. ანუ ეს არც აქციის დაშლა, არც რაიმე სტანდარტთან არ ასოცირდება ნამდვილად. ამ ყველაფრის წახალისება უბრალოდ კიდევ ერთი აგონიური პასუხია, ალბათ, უბრალოდ რაღაც თავიანთ ნაჭუჭში იქექებიან და ჩემი აზრით ძალიან სასაცილოს კი აღარ არის უკვე. მე მინდა რომ ყველას მოვუწოდო, რომ გონს მოვიდნენ, დაფიქრდნენ და საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილონ. მე ყველას ვთხოვდი, რომ უბრალოდ გამოვიდეს და შეხედოს თვალებში ადამიანი. ვინ დგას? აქ არ არის პოლიტიკური პარტიები. ისინი შეიძლება ვერც ნახო, აქ არის პირველ რიგში უბრალოდ ხალხი, რომელსაც მართლა უნდა ევროპაში. ესეც ამ პარალელურ საქართველოზე მეტყველებს. ეხლა ვინც არ უნდა ის დააჯილდოოს, ოღონდ ჩვენი ფულით, ეს არის უბრალოდ მოსახლეობის დაცინვა და არ ამგონია ეს დაცინვა აი ამ ადამიანებმა გააკამა. ივანიშვილმა რა ცხოვრებაში გაწევა, რიცაც ცხოვრობდი, შემეეკედა ისა შეწყოს გამინადგურა. ესია კიდევ ვეღარ ყოველდღე ფასები იმატება. აი გამოვა შევარდნაძის დროს 8 ლარი რო გქონდა, ეხლაც ეგრე გამოვა.
სულ ცოტა ხნის წინ IPM-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გახდა ცნობილი, დამოუკიდებელი და საანდო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით საზოგადოების 56% ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ ახალ არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი საარჩევნო ორგანოს მიერ ჩატარებული. სწორედ კითხვა იყო შემდეგნაირად დასმული, როგორ ფიქრობთ, რა არის დღევანდელი კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალება? 56% ამბობს, რომ ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება დამოუკიდებელი და საანდო ინსტიტუტის მიერ. ის რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ახალი არჩევნები არის მთავარი საშუალება, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან, ეს დასტურდება ყოველდღიურად 23 დღეა ქვეყნის ევროპული მომავლის მცველები ქუჩაში გამოდიან, ისინი არ უშინდებიან არც დარბევებს, არც დაკავებებს, არც მუქარებს, ხალხმა ზუსტად იცის რისთვის იბრძვის, ამიტომ ამბობენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე და მათ ბრძოლას დედლაინი არ ექნება.